და გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნებიდან საღამოშვიდობისა, მადლობა. საღამოშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. მოხდა და იღეთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდი დავიწყოთ სალომე ზურაბიშვილის ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადებით, მან მიმართა ევროპის ლიდერებს, რომ ქვეყანაში არის საშინელი მდგომარეობა და მათ მოსთხოვა, რომ მიიღოს შესაბამისი რეაგირება. ასევე მას დღეს ასევე ჩაატარა ბრიფინგი და შეშფოთებული არის ფონდების დაყადაღებით. თქვენ როგორ შეაფასებთ? საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ისმის ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ გვაქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ მხრივ დაგეგმილი არის არაერთი რეფორმა, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის ნებას, ეს შეეხება ოჯახური ღირებულებების დაცვას, ეს შეეხება საერთაშორისო დაფინანსების გამჭვირვალობას, ეს შეეხება იმ მთავარ საკითხებს, რომელიც აქტუალური არის ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცნობით ამ განცხადებებს, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს აქცენტი იმაზე, რომ გაგრძელდეს ის განვითარება, რომელიც ქვეყანაში არის. ჩვენ 2024 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და ვნახეთ, რომ იანვარშიც იყო რეკორდული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ქალბატონის განცხადებებს, რომელიც არის ჩვეულებრივად წარმოდგენილი როგორც ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის ყოფილი მკვლევარი, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის განცხადებები, რომელსაც ის აკეთებს, მისი ერთადერთი მიზანი წლების მანძილზე იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დღესაც ზუსტად ანალოგიურად აგრძელებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვპასუხობთ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, არ ესიამოვნებოდა, რა თქმა უნდა, როდესაც ის ფონდები, რომელიც პირადად მას მთელ კოლექტიურ ნაცმოძრაობას აფინანსებენ, დაყადაღდა. თუმცა ეს არის სამართლებრივი პროცესი, მე დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული ნაბიჯები კიდევ იქნება გადადგმული, არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ საქართველოში მოახდინოს არეულობა, დესტაბილიზაცია, გამოიყენოს ხალხის ნება იმისთვის, რომ რაღაც გადატრიალება შემოგვთავაზოს და კიდევ ერთი რევოლუცია ამ ქვეყანაში. ამ ყველაფრის მიმართ იყო მიმართული ზოგადად ეს ფონდები, შემჩნეული არიან დესტრუქციულ საქმიანობაში, შესაბამისად გუშინ იყო გადაწყვეტილება მიღებული შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც გულისხმობდა ამ ფონდების დაყადაღებას. რა თქმა უნდა, ეს არ ესიამოვნებოდა, იმიტომ რომ ის არის კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი. თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერადაც, ერთ-ერთ ლიდერადაც გიბერჩამოყალიბდა იმ განვლილი გზის და დამსახურებების მიუხედავად, რომელიც მას ნამდვილად აქვს ამ პარტიის და ზოგადად კოლექტიური ნაცმოძრაობის